ვიყავი აფთიაქში, რომ ამზადებდნენ წამლებს რა და ჩემი ბავშვობა გამახსენდა. არასოდეს იმ აფთიაქში რიგი არ მინახავს და სულ მე მგონი 3-4 ცალი იყო ქალაქის დონეზე. ჯანმრთელები იყვნენ ადამიანები. დღეს აი უბრალოდ პატარა რადიუსში 4-5 აფთიაქია მიყოლებით, ყველგან რიგია და ყველა ავატარი. ანუ ხეხო ნაყოფითი ცნობა, ანუ რაღაცა არასწორი დამოკიდებულება. გასაგებია რომ მკურნალობა ერთია, ექიმი მართლა კარგად გვიმყოფოს განსაკუთრებით პროფესიონალი, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა ფაქტიურად გადაგვაქვს ექიმზე, აი ცუდად რო გავხდები და მე მივაკითხავ და არ შეიძლება ესე კითხოს, ცოტა სხვანაირად დავსვათ. აი ცუდად რო არ გავხდეთ და ავად რო არ გავხდეთ. ამას სჭირდება პროფილაქტიკა, პრევენციული ზომები, რასაც ადრე გადასარევად აკეთებდნენ და პრინციპში მეც როგორც ნუტრიციოლოგი ამ თემაში ვარ. მერწმუნეთ რა, თუ მართლა ვიცით ჯანმრთელობის კონტროლი, ჩვენ ფაქტურად თავად